80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის დასკვნა სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის შემდეგ 60-მდე ჰექტარიდან დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. გეოლოგების დასკვნას ელოდებოდა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება იმის გადასაწყვეტად, როგორ დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები დაზარალებულების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტის ღამეს განვითარდა, მეწყერის შედეგად დანგრეულია 30-მდე სახლი, დამეწყრილია სახნავ სათესი მიწები. უბანზე სადაც ეს მეწყრული პროცესი გააქტიურდა და სადაც ეს ასე ვთქვათ ეს პროცესები დღესაც მიმდინარეობს, მომავალში ცხოვრებას ჩვენ გამორიცხავთ. ადამიანები რომ დაბრუნდნენ უკან და ასე ვთქვათ გაგრძელონ ცხოვრება, ამას 58 ოჯახი არის. ჩვენ მიერ შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც მოცემულია ყველა ის საკითხები და ჩამონათვალია იმ ოჯახების, რომლებსაც უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცავა, ვერ დაბრუნდებიან. 20-22 სახლი სრულად არის დანგრეული იმ ეტაპისათვის. შეიძლება დღეს რო გესაუბრებით უკვე მეტიც იყოს. 30-მდე ავარიულ მდგომარეობაში, დანარჩენებიც, რა თქმა უნდა, ისეთი ზედმეტნაკლები დეფორმაციებით ხასიათდება. პირველ ეტაპზე დროებით გაყვანილი იქნა მიმდებარე უბნებიც მოქალაქეები უსაფრთხო ზონიდან. თუმცა იქ დაბრუნება შეიძლება. თითოეულ მოქალაქეს დაზარალებულს პირველ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროებებისათვის ჩაერიცხათ პირველადი დახმარების თანხები. ვასრულებთ ქირით გაყვანის პროცესებს. ამ ეტაპზე 21 ოჯახი არის დაგმაყოფილებული ქირით და 14 ოჯახი რჩება უშუალოდ სასტუმროში. გეოლოგიური დასკვნების შედეგად წითელი ზონის მიმდებარე ტერიტორიები ითვლება უსაფრთხოდ. ადგილზე მუშაობენ ინჟინერ-ინსტრუქტორები, რომლებიც დადებენ დასკვნას შენობების მდგრადობასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში იქ მაცხოვრებელ მოსახლეობას შეეძლება დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს. აღსანიშნავია, რომ ეს შეეხება 29 ოჯახს, აქედან მუდმივ მაცხოვრებელი იყო 10, რომელიც ამ ეტაპზე რჩება სასტუმროში.